დახელფასებულია უცხოეთიდან. დახელფასებული პარტაქტივი. დახელფასებული. პირდაპირ დახელფასებული. ვერ იყო აკაცუკები. ახლა მართველი პარტია ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონსთან მართლმეტყველებას ახალი ტერმინით ამდიდრებს. იმათ დასამცირებლად, ვინც ოცნების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. ყველა არის უცხოეთიდან დაფინანსებული, პირდაპირ დახელფასებულია უცხოეთიდან. მათ ყავთ ძირითადად პარტაქტივი. დახელფასებული პარტაქტივი. დახელფასებული. ამ ახალი ზედსართავის თუ არსებითი სახელის ხშირი განმეორება ოცნების იმ კონსპირაციული თეორიის ნაწილია, რომლის მიხედვით თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს Deep State თუ გლობალური ომის პარტია უხდის ფულს რუსთაველზე დგომისთვის. ეს არის უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი თანხებით და ძალიან საშიში ძალა. და როდესაც ეს უზარმაზარი და ღრმა ძალა ებრძვის, ოცნება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს და აქტივისტებს გზის გადაკეტვის ან სამედიცინო პირბადის ტარებისთვის აკავებს. მაგრამ ეს Deep State-ის დამსახურებაა. დღიანი პატიმრობაა პირველივე. ეს ძალიან კი. მერე იმიტომ რომ აბა 15 დღე ხო ვერ ჩაჯდება Deep State და თქვენ რომელიც უხდით მის პატიმრობა. რას გულისხმობს ოცნება, როცა Deep State-ზე ლაპარაკობს, ამაზე ბევრი გვაქვს დაწერილი და ლინკებს ბიოში იხილავთ. იქამდე ისევ დახელფასებას დაუბრუნდით. ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100 კაცი, ხან 150 კაცი. მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი. თითქმის 150 ადამიანი გზის გადაკეტვისა და აქციებზე პირბადის ტარების გამო ბოლო რამდენიმე კვირაში უკვე დააკავეს. როდესაც 50 ადამიანი კეტავს რუსთაველის მთავარ გამზირს ქვეყანაში და ამით ფაქტობრივად ძალადობს მილიონიან მოსახლეობას, ეს ხომ არასწორია. სტატისტიკაში აირია 50 ადამიანი თუ კეტავს 120 ადამიანი არ უნდა იყოს ხო დაკავებული ახლა. აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული. კონკრეტული ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც არიან პირდაპირ დახელფასებული. რუსთაველზე ამ დღეებში დააკავეს დახელფასებული მასწავლებელი, პოეტი, პენსიონერი, ფინანსისტი, ჟურნალისტი, აქტიური მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო თუ კერძო სექტორში დასაქმებულები. ისინი ხელფასის 20% საქართველოს ბიუჯეტში იხდიან და ასე, იქით ახელფასებენ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს. ისე სანამ ოცნების ჩინოსნების ოფიციალური შემოსავლები პირდაპირ დაუკავშირდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბევრი მათგანი დასავლური ფონდებით დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობდა და ხელფასდებოდა. დღეს ისინი საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს. დახელფასებული. ოცნების მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად სწორედ მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება. ალბათ კორუფციაზე ხელი რომ აწაუხდეთ? მაგალითად 2026 წლის საბიუჯეტო პროექტით პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი თვეში ოფიციალურად 16,000 ლარით დახელფასდებიან. წინა წელთან შედარებით ხელფასი 1,400 ლარით გაიზრდებათ. მინისტრების ხელფასი 13,600 ლარამდე, ხოლო დეპუტატების 12,800 ლარამდე გაიზრდება. და იცით რამდენით იზრდება მაგალითად პენსიები 2026 წელს? 60 წლამდე ასაკის პენსიონერებს 20 ლარით, უფრო მოხუცებს კი 45 ლარით გაეზრდებათ. ვერც ერთი ჩინოვნიკი ვეღარ მიიღებს განცხრომას ხელისუფლებაში ყოფნით. ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს უფრო კარგად, ვიდრე იცხოვრებს საშუალო მოსახლე საქართველოს. ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს და რაც ხდება დღეს არ მოხდება მსგავსი. მათ ექნებათ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი განცდა იმისა, რომ თქვენ უხდით, ჩვენი მოსახლეობა უხდის მათ ფულს და ანგარიშვალდებულნი არიან თქვენს წინაშე. როგორ ფიქრობთ, შესრულდა ეს დაპირება? თქვენც ისე კარგად და სტაბილურად ხელფასდებით, როგორც ოცნების ჩინოვნიკები?